პარლამენტი უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონპროექტზე მსჯელობს. წესრიგდება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებული პირების მიერ ბინადრობის ნებართვის მიღების საკითხი. სამწლიანი IT ბინადრობის ნებართვა წარმოადგენს კანონით განსაზღვრულ სპეციალურ სტატუსს, რომელიც უცხოელ IT პროფესიონალებს, დეველოპერებს, დიზაინერებს, ანალიტიკოსებს და სხვა ტექნოლოგიურ პროფილის სპეციალისტებს აძლევს უნივერსალურ შესაძლებლობას ლეგალურად იცხოვრონ და იმუშაონ საქართველოში სამწლიანი ვადით. ცვლილება შეეხება იმ უცხოელებს, რომლებიც პროფესიულად საქმიანობენ ინფორმაციულ ტექნოლოგიების სფეროში და აქვთ დადასტურებული კვალიფიკაცია. შესაბამისი განათლება, სამუშაო, გამოცდილება და საერთაშორისო სერტიფიკატები. მათი მონაცემების გადამოწმება სპეციალურ პლატფორმის და უწყებების მეშვეობით მოხდება. ეს ცვლილება გულისხმობს იმას, რომ ტექნოლოგიური ტალანტები შეძლებენ საქართველოში გაჩერდეს, შექმნას სტარტაპი, ჩაერთოს ლოკალურ ეკოსისტემაში და გააძლიეროს სოდნის გაცვლა. ამ ინიციატივის მიღმა იკითხება კიდევ უფრო ფართო მიზანი, რომ საქართველო, როგორც ჩვენ პრემიერმა დაანონსა, გახდეს ტექნოლოგიური ჰაბად გარდაიქმნას.